მოგესალმებით ძველ გამომწერებს, ახალ გამომწერებს, ვაგზელებთ ჩვენ კამპანიას და ხდებათ სერიოზული რაღაცა, დიდი რაღაც ერთი რომაული ჩვეულებრივი რიგითი ოჯახი. თქვენ იქნებით ყველა მოსწე როგორ გადაიქცევა მსოფლიო დონის სახელმწიფო. მომდენო ბრძოლა ტრადიციულად რაზეც შევჩერდით, პრინციპული და გადამწყვეტი ბრძოლა გალებთან. ცოტა ისეთი სუსტი პოზიციებით მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მე მგონი უნდა ვაჯობო ამათ და მივიღოთ ეს ბრძოლა, არ დავიხიოთ უკან და გავაგზავნოთ. ბრძოლის დაწყებამდე პრინციპში სანამ მეორე დახმარე რაზმებს შემოიყვანენ, პირდაპირ შეგვიძლია. Враги привели на поле боя еще людей. დარტყმით. ნუ მიუახლოვდეთ ამათ. ჯერა ის კავალერია გადმოიყვანა მარჯვენა ფლანგაზე, რომ კავალერიის წინ შემოჭრა აღკვეთო. ისედაც ესენი მემონი მოუნეთ. აგე შემგან მარცხნიდან და თქვენგან მარცხნიდან შემარჯვნიდან შემოდიან ზურგიდან. ესეთ შემთხვევაში უბრალოდ ჩვენ ცოტა დავაჩქაროთ ბრძოლის თეატრი. თუ ამასთან ანგარიში ძალიან მალე გავასწოროთ. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რიცხობრივი უპირატესობა ნამდვილად არის ჩემ მხარეზე. და მოცემულ შემთხვევაში ჩემი სარდალი დაიღუპა მაინდა-მაინც. И теперь кормит стервятник. Его люди тоже скоро станут пищей для птиц. ესე იგი ცოტა არ იყო სულულად დავიწყე. იარა და უბრალოდ ვერ გავუძლებ. ვერ გავუძლებ ეს. და ცოტა ხანი მაინც შეეძლება ამ ახალი შეტევისთვის. ვაკაშკარად ესენი ავაქციით, მაგრამ ეს გასტატებიც ძალიან ლოხები არის, ძალიან ლოხები და ჩმოლები. შეიძლება ითქვას ამ ბრძოლაში. წავაგეთ. დავაწყოთ. Сколько доблестных римлян умерло. Ai, რას ლაპარაკობთ, კარგი ერთი. Ухожу из армии. Ну, მომდენო შეტაკება იქიდან იმჯერს ვერ მოხსნა, იქით ვერ გადმოვისვრი.Ады сделаны, господин. ეს ვინ გავყიდა, ვინმე იმა სიყიდეს. მოისყიდეს ამ ჩემი ის დიპლომატი. კაიუს იულიუს სილვირულის სიკვდილი. ოჯახის წევრი. სნარჩენები გადმოიყვანოთ აქ მასილიაში. Полководец. და რა. Господин. სენი ისევ აქ უნდა დავაყენოთ და იყვნენ.
მათ უკან ვეღარ გადმოვიყვა, იმიტომ რომ გერმანელებმა დიდი სტეკი შეკრეს და თავისი გენერლით და ყველაფრით ბატალოდურის შეეცდებიან ბატალოდურის ხელახლა უკან ემას დაკავებას. სასწრაფოდ უნდა ჩვენ წავიდეთ ისევ ჩრდილოეთში. ვიდეო აქ რაც ხდება არის ის რომ კავალერია უნდა დავიმატოთ. და გალიაში გასაგზავნი ახალი ძალები რამენაირად კიდე უნდა გამოვძებნოთ. დიახავაშენოთ კედლები. საბერძნეთს მივაკალი ყველაფერი მოკლედ რა. აი იმიტომ მემართება ხოლმე ესეთი რაღაცეები. კაცრავჭის ხა აქედანაც მალე მინდა რომ ეს როდოსი ავიღო და მცირე აზიაზე გადავსხა რაღაცა ძალები ან შევეცადო მაინც იქაური ქალაქების დაკავებას და კონტროლის შენარჩუნებას. ან დანარჩენი ისეთი სხვა ამოცანა მეგონი არაფერი არ მაქვს. აქედან მებრძოლების მოკლებას მაგრამ შეიძლება კი რაც ის რო ბრილიანტი გენერალია მეგობრებო აშკარად გამორიცხულია რომ ეს არ ჩავაყენო ხა საქმეში უკვე კარგად ლეგიონერების გაცვლილ და შეკრებილ ჯარს ვაძლევ აი იყოს რა თუ შეძლებს აგერ ეს გასტატებით სამას გავატანოთ დაქირავებულებით ეს გადავავსოთ. და რა ვქნა ხო? გამოტოვოთ კიდე ერთი ნაბიჯი, თუ შეძლებენ ესენი რო აქ. ესენი ფაქტიურად აქ დაბრუნდებენ გავეხა რა. დარტყმას თვითონაც ვერ ბედავენ, თუ ეხა ამ ნაბიჯზე არ დამარტყეს და მეც ჩემი ძალების სიმცირის გამო არ გადავდივარ შეტევაზე, ეგ პატარა ესპანელების ფლოტი. ხო აქ შევასრულოთ კიდე. ამ მგონი ვერ ვასრულებ, რასაც ვერ ვასრულებ. კიდე შევა ხო ერთი ნაბიჯი. აღარ მაქვს ამოცანები ის ვერ შევასრულე აშკარად. აქ კიდე დამავალებენ და ეს ფლოტისა და ხამყავდის არ. გამოტოვოთ კიდე ერთი ნაბიჯი და დავერიდოთ რა მოხდება. გალების საკმაოდ დიდმა ფლოტმა დაარტყა ჩემ ფლოტს. და ესპანელებმა როგორც იქნა გაბენდეს და დაუშვეს ძალიან დიდი შეცდომა. ეს არის საფაქტობრივად საუკუნის ბრძოლა ეხლა რაც არის გალიისათვის. ეს ბრძოლა გადაწყვეტავს რეალურად მივახმარებ თუ არა ძალებს ლოგუდუს და გადავტეხავ თუ არა თლიანად ესპანურ ჰეგემონიას რეგიონში. ძალები ისეთი მყავ თუ წავაგე ეს ბრძოლა მაგრამ ვიცი არ უნდა წავაგო რა იმიტომ რომ არ შეიძლება ამ ბრძოლის წაგება იქნება მართლა კატასტროფა რასაც ქვია და დავიწყეთ რომაული იარაღისთვის ნამდვილად კატასტროფა იქნება ამ ბრძოლის წაგება
ყველაფერი მქონდა მე ახლა უნდა აღვნიშნო და გითხრათ იმისთვის რომ ძალა გამეძლიერებინა ამ გენერალს ყველა ბერკეტი აქვს იმისთვის რომ მოიგოს ეს ბრძოლა და სხვა ბრძოლებიც ეს არის კარგად გაცნული შენაერთები კარგად შეიარაღებულიც მე ვიტყოდი იმიტომ რომ სამჭიდროების პირველი ნაწილი ქალაქებში ავაშენე და დავამთავრე და გარდა მაგისა ელიტარული ერთეულების სიმცირესაც ნამდვილად არ გამიცდით. ამ ეტაპისთვის აი ლეგიონერებს მასიურად ჯარის რეფორმას ბოლომდე მოვჩევი და გადავაიარაღებდა რამე. აი მერე მექნება საერთოდ რა ვიცი. ძალიან დიდი უპირატესობა რა. პრინციპები საკმაოდ ძლიერები არიან, კარგად იბრძოლებენ დაწმუნებული ვარ. დაწმუნებული ვარ 100%-ში. ამიტომ უშუქის ძალიან ძლიერი გენერალია ესპანელების. და მინდა რომ ეგრევე მოგვიგო. აი ეს არის. Kit. Let's start. It's cramped. Let's try how to get this. Ехамат. Амбон локали. На принципе вигаец. Ара ушала. Шкарат ვერგაუძლეს წნეხს. მაგრამ წნეხი იქნება ახლა აი ეს რაცემოთ. ყველა ერთეულს. ფანატიკოსების ცერემონიალზე გადაწყვიტა რომ ხაიბზობის ბოლომდე კავალერია თითქმის გამინახებულა. როგორც ერთად ასეთი ბრძოლების დროს ვიბრძვით მე ამოწით რა. ესენი ჩემ პოზიციებზე არასდროს წამოვიდია. მიიღეს სრული სიკვდილი და განადგურება. აი ზუსტად მაგითო. ამათ მეუბნება ესენი გასაშვებები არ არიან, ამათმა გაიმარჯვეს მონადის ფასად.
ხორჩა, გავანადგურეთ. Это героическая победа. Asturika sportis blokada. Უკან უნდა წამოვიდეთ ახლა ის. Ставить паруса. Конфликт кончен. მოვიდეთ აი აქ. ამათ ფაქტიურად უკვე ესპანელებთან ფართომასშტაბიანი ომი დაიწყეს რა. და გამოგუცხადეს. ეხლა რაც მოხდება პირველი იქნება ის როლოგუდუნზე ეს მოცილი არმია კარგია რომ რაღაც ძალები გამოვიყვანო. Они сделаны, господин. რა ხდება? ხო იქ. ამათ ალყაში მოუქცევიათ. Вперед! Вперед! Полководец! Полководец! Император! Приказы! რაღაცა შევაყოწიწი შევკარი ხო ჩრდილოეთში გერმანელებთან ომისთვის არის რა. Полководец! 4 დაბრუნება შინებდება 4 წელში, ანუ ასე ვთქვათ, თვეში. ეს ვერაფრით ვერ შეგვიგებს, ასე რომ ბოლომდე იდგმება, სანამ არ დაკნევდება. ასე რომ რამენაირად უნდა მივაღწიოს და მივასწროთ. ყველა შემთხვევაში. ეს ქალაქები ბედის ანაბარაკი სადამდე უნდა მქონდეს დატოვებული, ჯერ არ ვიცი ეს წეს. Приказы! Атаковать! ალეზია კარგად გამაგრდა, შეგვიძლია უკვე რომ შვიდად ვიყოთ. აქ რა ხდება ახლა? ხო, აქ ერთი ის გავაკეთოთ კიდე. შემოღობე გავუკეთოთ. მესერი, ქალაქს, კედელი, არა ვიცი. რაც კიდეც თქვით. აი ეს ნაწილი კიდე ძალის აღდგენის მერე პირდაპირ გაუშვით აუცილებლად. Император! Император! Господин! ტრაკიის ქალაქების დასაპყრობად Марш! აუცილებლად. ორი ნაწილი დაქირავებულების და გამოუცხადოთ ომი. ესენი ებრძვიან ახლა როგორც ერთყობა აი აქ დაკებს. აი ერთი ქალაქი დაიკავეს, მეორეს აიღებენ. საკმაოდ სუყელუგმა ერთი სიტყვით ეს ტერიტორიები, ეს ქალაქების რაღაც უნდა დავითრიო და სციპიონებს გამოვაცალო. გადავაბრუნოთ კიდე ერთი ნაბიჯი გამოვტოვოთ. კიდე გალებმა დამარტყეს ფლოტს. კარგი იქნება აქეთ წამოვიდნენ, კარგია, გერმანელებმა თვითონ შემომიტიეს. Мое тело! ოჰო, Отряды! По моему приказу! Элиты! Иллирийские наемники! Элиты! Отряды! ეს ძველი ვეტერანი გამოცდილი გასტარტებულიც წინ იმპერატორის არმია ასპარტაშვილის ეს არ დავიწყდეთ და რა თქმა უნდა დავიწყოთ უკვე საომარი მოქმედებები. პოზიცია საკმაოდ კარგი ვართ, ტყეში ვართ, ხო? ჩასაფრებულები. დავიღე. ეს გვერდიდან ისმევს. შეგვიძლია მთელი ფრონტის წავიდეს და ეხლა ესენი პირდაპირ კავალერიაზე გადმოერთნენ, ხო? აზირითად ძალები
სეკირნიკები და ისინიც ეს სეკირით შეიარაღებული გერმანელები არც ისისა ძინებმა ისა ეხოთ გადაჯგუფება წესით უნდა მათ ახლა გაჭირვებულათ ისეთი მხრიდან დავიდები ესეც არის გენერალი გარბის Настоящие вожди вообще так და себя ესე не ის ведут. გაიქცნენ სულ ყველა გაიქცა Враги показали, чего они стоят на самом деле. Они не солдаты. Они გერმანელები რაღაც просто пуганые ვერქაჩა кролики. სამაგიეროს ბარბარიანი ინვიზინში და ატილაში საკმაოდ ძლიერი ერთეულები აქვს. იმდენად ძლიერი, რა ვიცი. მე როცა მეოთხე დამატებით იქ ატილაში სლავების ფრაქცია გააკეთეს, არც თუ ისე კარგად. დანტების კლავინები და ვენეტები. იმათ აშკარად ჯობდნენ. ჯობდნენ რა. მომთაბარე ტიპებზე უფრო კარგი ძლიერი შეიარაღება ქონდათ. ზოგიერთ მომთაბარეზე ყველაზე არა ეხლა ხუნებს იქ უპირობოდა სამეფო კავალერია ყავდა. მაგისტრის არის ზუსტად ატილად შექმნილი რომ აუეს ფლოტი გაანადგურეს. კიდე გავიმარჯვე და ესპანელებმა ობამზე წასვლა გადაწყვიტეს კიდე. აუცილებლად გავანადგურებ ამათ. არც ერთი წუთი არ შეგეპაროთ ეჭვი. თითქმის ესევე. ახლა ამდენი ქვეითი მებრძოლი ყავს შეკრებილი პროფესიონალი მეომარი. ეხლა ვნახოთ ამათი У Харона сегодня будет много работы. Враги бросают в бой резерв. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიმოძრავებთ ხოლმე მგონი რა ვიცი. და არც ვიმოძრავებთ და პირდაპირ მე უბრალოდ პოზიცია შევიცვლით მეორე მხრიდან ესენი მით შემოდიან აქედან ამას დასახედად ესენი ზუსტად გავალაჯერებს გააჩნია ერთ სიტყვით წესით და რიგით კი ნახე რა ხდება ელემენტარულ სიახლოვესაც კი ვერ მოდიან იმ ხელა გაწერილი ხაზი ეს არის რავი ცენტრს არ ამგონია ისე დააწნე რომ ესე გაგიჯონ ცენტრი აგე საიდან მოდიან ისინი გენერალმა გადაწყვიტა პილომებით პასუხობენ არ გინდა მეგობრებო დანელი უბრალოდ ისე Полководец убегает. Настоящие вожди вообще так себя не ведут. А во время битвы и вовсе ესე იგი უნდა невероятно. გაერთიანებულიყვნენ მაგრამ როგორც ეთყობას გენერლობის ნიჭი არც სიმდენი არაა ესპანური სამხედრო მეთაურები და Вражеский полководец убит. И сейчас его люди боятся вас. მართლა ეხა ერთი რაღაც ძალიან კარგი მოდიფიკაცია მინდა რომ გითხრათ რა ეხა ნარი რომას ულექტები ესეთი ყველაზე ერთ-ერთი ჩემთვის უსაყვარლესი მოდიფიკაცია ჰარდკორული საკმაოდ რთული ძალიან რთული მოდიფიკაცია სხვათა შორის კარგად გაკეთებული იუნიტებით კარგად გაკეთებული ქალაქებით ძალიან ბევრი ფრაქციით ერთ სიტყვით თუ
Слава модификацიის богам! თამაშს Сердца გადაწყვიტა врагов наполнились страхом. ნამდვილად ითამაშეთ აუცილებლად პირველ რიგში მოდიფიკაცია საკმაოდ ძველია და ოღონდ ამაზე უფრო მეტი მონაცემი კი ჭირდება გრაფიკული მონახაზი საკმაოდ დიდია ისე და შესაბამისად კომპიუტერსაც შედარებით მეტი ის ჭირდება დიდი არმია ესრავანადგურო ესე პოსიო ამათი გალური კამპანია ჩათვალებულ დამთავრებული იქნება რა ეს ორი დიდი სტეპი თუ დავანადგურე რა ხდება მე გადაჯგუფება სახდება სოლელების და ების აი გენერალი ნახიში მოდი წავიდოა უცებ წერტილოვანი დარტყმით დღევანდელ სამყაროში როგორც ბევრს და მრავალს ანადგურებენ ხოლმე აი ესე გავანადგუროთ ესეც ბევრი და მრავალი რა ვიტყვი ახლა მეგონი მოვკალი ხო მეგონი მოვკალი Вражеский полководец. ეს კარგი все великим богам. ამა ჩავთვალოთ რომ თავისი Вражеский შეასრულეს полководец убит. Теперь ужас поселится в сердцах наших врагов. მოდიან თანცვენები კაპლანგაზე იქსროლელების სუბუქ შენაერთებს დაუშვათ თელი ამდენი საქმეა გასაკეთებელი ხოლმე კარგი რა თქვენ წეჭქო ეს ხაესე ნამდვილი რომაელების შესაფერისი ტრიუმფალური გამარჯვება მოხდა ახლობა რამაგას გამარჯვებას ციფრული სიპიონის უნდა კეისარი დიოკლეტიანე აურელიანე ასე შემდეგ და ბევრი როგორც აცრევდნენ ხოლმე ბარბაროსებს, სპარსელებს, არტიელებს, აფრიკელებს, კართაგენელებს ასე შემდეგ ეს სახელმწიფოა ჩვეულებრივ შეიძლება ითქვას პოზიციებამდე ვერ მიაღწიეს რა ტიპებმა ჩემს ძირითად პოზიციებამდე სულში ნადირობას ვაგრძელებთ აქ რა ხდება მოდი მაშინ ჩვენ გავუიოლოთ ეხა ამათ საქმე და ჩავებოთ პირდაპირ ხელჩერთ ბრძოლაში დინაწილის ამათი შეერთოთ ერთხელ მაინც ხომ გაისვალო ხმალის სისხლით რა პონტია რა არის ხო ეს თელი ძალები ანუ რეზერვში დავტოვოთ 2-1 იყვნენ კაი ისახმარებლად ვისაც მომდება ეს რაღაცა დაიღალნენ რაღაცა დუნეთ გამოძრაობენ ახლა დავაჩქაროთ აუგოთ გამოვიდეკესი და ხოცავენ მოსდევენ ესე
ტრიუმფალური აღმოხტოვანებელი გამარჯვება. თავუნდა მოგვიტყობი, ხო? მაქსიმალურად მოვასუფთავოთ ველი. ისე მე ხავ ვფიქრობ, აი რა აქცია რომის იმპერიად. ცოტა ესეთი ძლიერი ძალა რო დახველებოდა მაშინდელი სამყაროს. და ბერძნებს მაინც რო გაეკაჩათ რამენაირად მაგალითად, ხო? არაფერი ვაფშე. არანაირი 45,117,2885. ხო და ანუ ბერძნებს მაინც რო გაეკაჩათ, ან აი პარტიელებს აღმოსავლეთის ხალხებს ცოტა ცივილიზებულები რო იყვნენ და კართაგენიაში. მე ვფიქრობ, რომ რომის იმპერია არ იქნებოდა ის, რაც იყო და რათაც იმ შემთხვევაში გადაიქცა, ანუ შემდეგ უკვე რაღაც ანთრაკიელებმა რაღაცა დიდ ძალებს მოუყარეს თავი, ხალხმა მოხსნეს. იგზნეს რომ ჯირთანოვი დაიწყეს და ეხლა ამათან კარგი ის მექნება სხვათა შორის ისე. არ იქნება სახუმა. ესეც პირველი შეტაკება. არ არის ისეთი ძალები. მთელი ფრონტი ვანდო, მაგრამ მოდი ხა დავასწროთ და ცოტა სიმაღლეზე ავიდეთ ჩვენაც. აი ეს ცოტა ძია. კარგი პოზიცია საკმაოდ. აგას ვიც არ იტყვის იქნება არასწორი ჩვენ. ხო? ბასტა. საკამანდა საერთოდ. ნატიკური სამყაროს ველური ხალხები იყვნენ. გერმანულთანაც ეხლა ეს ხელი. საკუთარ ოჯახში მაინც ეხლა ეს ბასტარდები არიან. როგორც გეთები იყვნენ, ალაგროთები, დაკიური ტომები ალბათ ეგენიც ესე იყვნენ რა. ერთი მე ვიკიპედიაში უნდა დავგვიყვნა და წავიკითხო. რა უნდა კიდე? არა, ცხენებს დაგეკი. აუ კარგად გულოთ კი უძლებს მაგრამ და იზუსტე ასოსტაერთი вот гавцикс вот еще сначала ის და ახლა ხერხ მივეხმარები რა იქ ოპა ჩერჯი там до конца сюда усиливайте давление, чтобы словить мужество всей армии. Это не бесхаризия, я сколько ты писаешь, что твой дом не является битвой. Слава великим богам! Вражеский полководец убит. Теперь ужас поселится в сердцах наших врагов. Капитан Ирес. Враги показали, чего они стоят на самом деле. Они не солдаты, они просто пугары и кролики.
ესენი პოზიციის შემცველი შეგვიძლია ახლა მივუშვოთ ამ მეგობრებზე ჩვენ ძმებზე. Враги показали, чего они стоят на самом деле. Они не солдаты. Они просто... ცოტა მეტად ეხლა ჩემთვის ეგ არის რა საინტერესო ნუ ესპანეთში ესენი გადავამტვი ხერხემალში მთლიანად შეიძლება ითქვას ქვეითები არ მინდა კავალერია საჭირო ამას ნარგულმარტის ეხლა ავიღებ და აუცილებლად მერე ვახ ცუდი ალეზიასაც შემოვავლოთ ეს კედლები მაკედონიაში გზები დავაგოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის კარგი გზები ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი. და აქ დავიწყოთ გენერირება უკვე არმიის ძალების იმისთვის რომ გადავჯდეთ იქით, ხო? კედანას ძირითადად ეს დაქირავებული ნაყარმოყარი ხალხს ამოვიყვანოთ. სტლიანი გასტატების ნაწილი. როგორ იქნება? დავწიეთ გადასახადები და პირდაპირ როდოსისკენ. თორე ნახე უკვე როგორ იმაშვებიან ნახე რეში არიან. თუ აიღეს თუ არა ჩვენ ავიღებთ ერთ სიტყვით ამ კონსულს სტრატეგიულად ერთობნიშნულოვან კონსულს დავწიეთ ცოტა გადასახადები პირადი შემადგენლობა არმიის გავაძლიეროთ იმიტომ რომ ძალების გენერირებას ძალიან სწრაფად მოახდენეთ აბა ჩრდილოეთიდან აღარ წამოიყვანე რამდენსაც კიდე იმდეს ეხლა კი არაფერი არ არის ეს არაფერი ეს ქალაქი უმაგარი იქნება საერთოდ ტილისი ხო? კი ხანა მე მგონი ვასრულებ რაღაცა ფლოტის ნაგლეჯით ოპა შევასრულე სენატის დავალება, ხო? კი. ეს უნდა მოვექცია ბლოკადაში. ახალი ფლოტია სადღაც ახლოში საჭირო გვქნა ვაშენოვან იქიდან ისევე იქ. აი, ხო გითხარით, როგორც ვიცი ვივარაუდე დამარტყე სამძალით და იმ ძალით მთლიანად. არსებული ძალებით ანუ ესე მინდა რომ თქვა რა ოპს უბრალოდ დავიწყოთ
Ухарона сегодня будет много. შეტაკება Враги бросают в бой резерв. წინ პოზიციაზე просто ხო არა ესე პირველი დონის სარისაფორები და კონფლიქტები ანუ ბარბაროსული და ბერძნული კულტურებია თრაკიაში და იმაში ინტეგრირებული. დაკიაში არა, დაკიაში მთლიანად ბარბაროსულია ხოლმე ამ ფრაქციებში რა. და სხვანაირად. აურა, ალბათ ეს ეს პოზიციაზე ვაყენებ და ვიდეო It's mostly, right? Right. გავეკიდოთ, გავაკეთეთ, ხო? ასე ბოლომდე კიდე ერთი ტრაბული. Слава богам! Вражеский полководец мертв. Его люди знают, что их судьба решена. სასწრაფოდ პოზიცია უნდა შევიცვალოთ. იგივე რაღაცის ხვეპლივ თვითონ რო არ ვიცი. ეს გენერალი შუალოდ. სოფიტები. გავწევთ. მაინც დაჩქარდა, ხო? კარგი პირდაპირ. საკმაოდ კარგი სკილების კომპეტენცია Слава богам! Вражеский полководец мертв. Его люди знают, что их судьба решена. ეხა პირდაპირ მივდივართ. შეტევაზე. Слава богам! Сердца врагов наполнились страхом, и они... Это героическое... ტილისი ავიღეთ. მნიშვნელოვანი გამარჯვება. აუ ლონდონიუმის სპორტის ბლოკადა. ეხა ზედმეტი არ მომთხოვოთ ძმებო რა. ზედმეტი მართლა არ მომთხოვოთ რა. სადამ გავაფლოდი გავყვე რა ყავ. ესე ვინ მაგრია ერთი გემი ხო დარჩენილი საცოდავი ხო? ცადოთ აბა იქნება გამოვიდეს. ოღონდ აქედან არ. მაშინ აქედან უნდა გაცურდეს მაინც.
მედიოლანში ავაშენოთ კედლები. ამ შენებლობისთვის მოყუთი გამოვიყო კარგია. ბილაზორა. აჰა. შესანიშნავი. ну ეს არის საკმაოდ კარგი წარმატებაა, მაგრამ ეხლა ამ წარმატებას და ეს ყველაზე მთავარია შენარჩუნება. იმპერატორ შენარჩუნება. ეხლა ეს ვაპირებ აბა. არის ხო? ნახე. ლეგიონერების კოჰორტებს თუ გამოვიყვან აქედა. მოწეულში სადაც პოპულაცია არ მეწყობს ხელს. მაშინ დაქირავებულები. როგორც სადუფრო მჭირდება ეხა დავფიქრდი. უახლო მჭირდება აქ რა თქმა უნდა კი. ქალაქის დასაცავად მაინც ყველა შემთხვევაში ყველაფერს თავი დავანებოთ. და რეგულარული ნაწილები თითქმის აღარ ყოლა აქ. აქეთ ვერ მოედროა რომ დინარი გადავყვეთო. მას თავისუფლად მოკლავ ერთი წუთი პატარა ბრძოლა დამჭირდება. ეს გავასაუბროთ. ეს იმპერატორი ნახეთ 99 ძალიან დიდი დაცვა. მივიდეთ მარტო კავალერია კლიენტს რა იცით. სად არის სადიმაგება? წავიდით. Вражеская армия бежит. Преследуйте их. გონდერი ხიბონიდან მოვიშურეთ, გავასაბეთ. ხო, ეს დამე სერიოზული ქალაქია, ამისავებით სერიოზულად წავიწევ ერთი ნაბიჯით წინ. და ამ ქალაქებზე მოხსნია 100 კილი აიწია, ნახეთ კიდე ჯიგარა. მაგარი კაცია, ნახე. ლიდერი ფრაქციის და იმპერატორი, ხო? ესია კი. ეს ჩვენ და სციპიონები გვრიალებთ. ვიმართლა კიდე აქ. ჩვენ ხო ისინი გამოვიყვანეთ, ხო აგენტები. გერომში შევუშვოთ. სერიოზული ყევები მიდის უკვე რომში ჩავთვალოთ. კარგი კავალერია დაჭირდება. მოკლედ ეს ავიღოთ, ნარგონ მარტინი. დავიმოვიდეთ უკან. გაზდილია აქაც უნდა ავაშენო მერე ის ვილა ნამესტრიკის იმპერატორის რაღაც ნაცვლის ვილა თუ გუბერნატორის რა ვიცი. ნუ გალებს წინა მარცხების მერე ხარაფრის სურვილი აღარ აქვს კი არა თავი.
გავასწარი. აქაც გავასწარი პრინციპში, ხო? კარგი. გამოვტოვოთ კიდე ერთი ნაბიჯი. ახლა, ხო. გასაგებია. ვითამაშოთ. მაგრამ საკმაოდ კი გავიმარჯვე. აქაც კარგი ისაა, აყავთ ხო, ორგანიზებული ამ ბრძოლისთვის. ვიცი აბა. ასე ალბათ 2-1 კომპლიტების. ტილიში დაძარი. ანუ როცა აშენებს ტაძრებს მეგობრებო და ანგრევთ იმათ მშობლიურ ტაძრებს შეგაქვთ მე რეგიონში კონკრეტულ ქალაქში და რეგიონში თქვენი კულტურა და ნელ-ნელა ანუ აგერ კულტურულ ასიმილაციას სადაც გიჩვენებთ რომ ხდება ხო მე ეს იკლებს რა წესრიგი ნელ-ნელა ეს არის უკვე პოპულაციის ეს ფაქტორები რაც შობადობის გაზრდაზე მოქმედებს და სულ თავარი ერთი და მოვიწყდა ეხა ერთი ლამაზი რაღაც კიდევ ჩვენოთ ეს ვინც არიცით თვითონ უშუალოდ ქალაქში რომ შევდიხარ და ქალაქს ათვალიერებ ეს უკვე ღირს მემორი ჩემი პირველ სინახე ლამაზია სტიდი ტაძარი ცერერას სტიდი ტაძარი ედელი მონუმენტები სილამაზე მოსახლეობა დათის რაღაცა იგი თაკეთ კონსულის სასახლე დიდიბერი იმპერატორის სასახლე ფორუმი რაღაც აქეთ კიდე ინდუსტრიული დანიშნულების ისინი აქაშენებული ნახოთ კავალერიის სამხედრო კავალერიის თავლა ანუ ცხენებისთვის კანალიზაციაო ერთ სიტყვით ეს არის რა შეგიძლია მე შენი აშენებული ქალაქის ეკონომიკა დაათვალიერო ნახო აგერ კაზარმები ლეგიონერების კაზარმები ასე შემდეგ რა ერთი სიტყვით დაბრუნდა სტრატეგიული რუკაზე Господин! Атаковать врага! Садов больше нет, господин! მაგრამ ეხა აქ ეს სიტუაცია კარგად არის ძალიან გამაგრებული ეს ქალაქი როგორ შეიძლება რომ ამით საერთოდ რაღაცა გავაკეთო ხა Готовьтесь к бою! Победа и слава! Готовьтесь к бою! Как бригада!
И привели на поле боя еще людей. Враги показали, чего они стоят на самом деле. Они не солдаты, они просто пугары и кролики. Слава богам! Сердца... Им ეხლა ჩვენ ვქნათ ესეთი რაღაც პარტიზანული ომის ტაქტიკა, აი ხიდთან გავჩერდეთ, მანიქ შევიდეს და დავეროდოთ თვითონ ომის გამოვა მთელი ძალებით. საძალები საკმაოდ კარგი გავთ. მაგრამ შეიძლება მე ესე ვფიქრობ, რომ მე შევძლებ ნავის დამარცხებას. ბარბაროსი ტიპია ბოლო რა. კიდე იმპერატორი ვარ, ახლა კიდე სკილები ნახე რა დღეში მომულითა. ხუთი ვარსკვლავი. მე ხივით გენერალი ვარ რა ერთ სიტყვით და ეხლა. ხედანაც შემიძლია შევსება რომ მივიღო ისე პრინციპში. მოკლედ აუ ის უნდა მოვიწყდა ნახე რა. ნახე ის უნდა მოვიწყდა. როდოსე შეტევის დაწყება. Перебейте ради всего святого! Наш флот атакован! Перебейте ради всего святого! ოცნება ლონდონის ბრიტანეთის ნაპირებამდე მიღწევის დარჩა ოცნება ტალღებში ჩაიძირა. ფული ჩავთვალოთ რა არ გვაქვს. Господин! ო Победа и слава! Готовьтесь к бою! Победа и слава! Господин! Атаку! ახალი ფლოტი ავაშენოს დაგჭირდება სასწრაფოდ. 13 სადაც ათგემამდე ისხოთ. ნახეთ ერთი წუთი არ სადაც წახვიდოთ და თქვენის დავიწყებ აუცილებლად მე მაგ ქალაქში შედევას რა. Ставить паруса! ოახ ტრაგიელები დიდი არმით ჯობია რომ ქალაქში დახვდეთ თვითონ შიგნით. მშენებლობებს და ეკონომიკურ ბრძოლებს ვერ არ ვახორციელებ. ბრძოლებით ახლა უკვე დატვირთული იქნება აი ეს კონკრეტული ის რა. Атаковать врага! ნახე. Победа и слава!
მოდი ვიბრძოლოთ ჩვენ ვიბრძოლოთ იმაში კაი იყოს ეს რა ხდება Kauna mivasწროთ თავიდანვე ჩვენ და ეს იქით ისაკეთ აი ეს მივადგეთ ცხენოსნები გაუშვეთ ესენი ესენი სასაფლაო დავანადგუროთ შეიძლება იქნება არც ღირდეს უკვე იმდენი ძალები მოევადათ, ხო? ერთი წუთი მაშინ დავდებით აი აქ. Враги показали, чего они стоят на самом деле. Они не солдаты. Позиციას თუ ესე დაალაგებენ. Пугары и кролики. ესეთი ბრძოლაა. ზემიანი ამიტი. გენერალი უნდა მოკლა ეს ტიპი უნდა დაუბრუნოს. გზეთმიანი ტიპი რო იყო რა. ლეგიონის სტანდარტები წავიდა. ხაწადი скалები Слава богам! Вражеский полководец снова. Его люди знают, что их судьба решена. Вражеская армия бежит. Преследуйте их и вытесните с поля боя. Ai accepta. Ai ხატი. სახერო გავაძებთ, ხო? კი. დი არა რაღაცა. სემო შემთხვევაში ვერ. არა. ეს ყველა ამას მოვახოთ. ეთქოთმეტიცა. Вражеский полководец Гайца. Усиливайте давление. Вражеский полководец убит. Сейчас его люди боятся. Настало время форсировать атаку. ეს ძალიან დიდი ბრძოლა. სულ ტრიუმფები რაღაც უკვე მეორე სერია. აუაწყოთ სახე. აქედან არა. აიც არა. აუ დაიბრიდა ნახე იმპერატორი მოვაკლევი რატო ვიჩქარე ეს რა არის ეს წუთში რაღაცა კატასტროფა მოხდა სისულელე რა რა იმპერატორი დავკარგე ეს რა გავაკეთე შინელეჩი არ მოიქცეთ ხოლმე რა მეგობრებო თქვენ თქვით ეს ახალი იმპერატორი ვინ ავირჩიეთ სენ დავაბოთ ხა უკან და
აი ეს იყო დაახლოებით ტევტობურგისნაირი ბრძოლა რა. ცოტა ხანს და გავჩერდით. შესაბამისად ცოტა ხანს და გავჩერდით. სანამ აქედან ახალი არმია ავა. Господин! Атаковать врага! მე გადავაწყვეტ ერთი ნაბიჯი. ვიობთ. Враги привели на поле боя еще людей. გადაღლის ბრალია ეს. ვერ მოგასწრით. ლეგიონი უკვე ფაქტიურად სულ სახეს იღებს. თავის სამხედრო მანქანებს დაყოლაფრით. კიდე გენერალი დაწინაურდა მაცილი დაუშვა შეცდო საბედის წელი. ეს უკვე ვერ გავაქციოთ ხო? საკმაოდ ხისტავია. თავარია პოზიციების სულად შევინარჩუნე. მოკლედ მეგობრებო, საკმაოდ გრძელი სერიების ჩაწერა მიწევს ხოლმე და შუა ბრძოლაში გამიწყდა სერია, ასე რომ ვთქვათ და ჩაწერის გარეშე მომიწია რაღაცეების თამაში. ნუ ასეთი რაღაცა პირდებით რო აღარ იქნება. ძალიან ბევრი ბრძოლა მიწევს ხოლმე უბრალოდ და კიდე უკეთ თუნდა მოემზადო ხოლმე. ერთ სიტყვით ავირე, როგორ ავირე. ნარგონ მარტი მიავირე. 22 რეგიონი მაქვს კონტროლის ქვეშ. კიდე მაქვს ასაღები სადღაც 27 მეისა, 27. და მათ შორის რომი. ეს მე რა თქმა უნდა უკვე დაიწყება ძირითადი. ოპ. შედი უკან შედი ჯიგარო. რატომ მოხვედი? აკეთეს როდოსიც ავიღე ჩემი ჯიგრები. ბრმაია რაღაც გამოვიხნე და მეხმარდნენ. და კარგი დასაყრდენი შევიქმნე მცირე აზიაში საბრძოლო მოქმედებებისთვის ეს დიდი ქალაქი პერგამონის დასაცრევია, გალიკარნასიც
საოცრებები სადაც არის ეგ ტერიტორიები სულ უნდა ავიღო ძალიან დიდ ბონუსებს მაძლევს ხოლმე აქვე მზადები ბიზანტიონზე დარტყმისთვის ხო ესეც არ მინდა ამათ რომ დამას რომ ბარემ წავართვა აქეთ გავაგზავნოთ ჩრდილოეთით რუსეთის ტერიტორიას კვითია ეგეთ ი გერმანიაში რაღაცა სისულელე რო გავაკეთე ერთ-ერთი ქალაქი მოისყიდეს კიდე დაითრიეს და ახალი ჯარი უნდა შექმნა რკინის ლეგიონი რომელიც აქ დაიჭერს სიტუაციას და კიდე მომცემს შემდეგში დაპყრობების საშუალებას აქ ძალიან შესანიშნავია ყველაფერი კონტროლის ბოლომდე ექვემდებარება და რა ვიცი წესას ახალ გამომწერებს კიდე ერთხელ მოგესალმებით დღეისთვის მოდი აქ მოვრჩები ძალიან მალე დაელოდეთ მომდევნო სერიას უკვე მზადები კბილები მიკაცკაცებს ესპანეთში შეჭრისთვის აი ამ არმიით კიდე აქედა შევსებას მივცემ ბოლომდე და ეგრევე გავუშვებ ესპანეთისკენ ძალიან მარტივად. Господин! Марш! მოკლედ ესია რა, ჩემო კარგო ადამიანებო, ჩემო მეგობრებო, ძალიან მალე ეს ვიდეოსაც შემოგთავაზებ შემეცნებით მომზადებული მაქვს თემატიკა. და რა ვიცი. ისურვებ მშვიდობას. და კარგად ყოფნისაც ყველაზე მთავარია. დროებით. და კარგად იყავთ.